სახელითა მამისა და დაძისა და დასულისა წმინდისა და ჩვენთან არც ღმერთი. ეს არის ყოველთა წმინდათა კვირიაკე. სულთქონფენობის კვირის შემდეგ არის ხოლმე ყოველთვის ყოველთა წმინდათა კვირიაკე. ჩვენ ეკლესიაში უამრავი ასე ვთქვათ წმინდანები ვიცით. მაგრამ არიან წმინდანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, იმის გამო რომ დაუშვათ არ იქნენ ამ ცხოვრებაში გამორჩეული, მაგრამ უთანხმოებმა ყოველივე იცის ადამიანის მოქმედებისა, მისი საქმიანობისა, მისი მოღვაწეობისა, შეიძლება ჩვენ და დამოუკიდებლად, შეიძლება ეკლესიიდან დამოუკიდებლად ისინი წმინდანთა დასში არიან შერაცილები. ამიტომ ეკლესია, რომელიც ღვთის სახლი არის დედამიწაზე, ასეთი ფორმულირება გაუკეთა ასეთ წმინდანებს, ყოველთა წმინდათა. და სწორედ ისინი მოიხსენებენ, რომლებსაც ჩვენ ვერ მოიხსენებთ, სახელი შეიძლება არ ვიცით მათი და ვერ მოიხსენებთ სახელით და სახელდებით, ასეთ წმინდანებს, რომელიც უფალთან წმინდათა დასში არიან შერაცხულები, ჩვენ სწორედ აი ამ სიტყვებით ყოველთა წმინდათა მოიხსენიებთ. დღეს ასევე მოიხსენიება ივანე ნათლისმცემელი, რომლის თავის გალა მესამე იპოვეს, ეს არის მესამე პოვნის დღე. და ნიშანდობლივია ის, რომ ჩვენ დღეს ვიწყებთ მართლაც, რამე თუ ივანე ნათლისმცემელი გახლავთ ის პიროვნება, რომელმაც პირველმა თქვა სინანულით მომზადეთ უფალს გზანი. ანუ ის იყო სინანულის მქადაგებელი. ის იყო პიროვნება, რომელიც ქადაგებდა სასუფეველს, მაგრამ სასუფეველში შესვლას ის ქადაგებდა მხოლოდ და მხოლოდ სინანულის გზით. რაც შემდგომ, რა თქმა უნდა, იესო ქრისტემ თავის ქადაგებით, თავისი მოსვლით, თავისი სახარებით დასტური მისცა და ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მონანულ ადამიანს, სინანულში ყოფ ადამიანს განეყნება სამოთხის კარი. ადამიანი მონანული არ არის და თუ ის თავის წოდებს არ ინარიებს, შეიძლება რაღაცა მიზეზით ეზიაროს, მიიღოს წმინდა ზიარება, არ ხდება ხოლმე ეს რაღაცა. არ ინარიებს ადამიანი, თითქოს ამბობს აღსარებას, ორ სიტყვას იტყვის რაღაცა და მიიღოს ზიარება და გონია რომ უკვე ყველაფერი კარგად არის. სინანული თუ არ გააჩნია ადამიანს თავის წოდების გამო, რა თქმა უნდა, მას სასუფეველი არ გაეხსნება. და სწორედ დღევანდელი სახარება ამას გვიქადაგებს, ამას გვეუბნება. უფალი იესო ქრისტე მიმართავს თავის მოციქულებს, მიმართავს გარშემოყოფ ხალხს, რომ ვისაც სურს მასთან ყოფნა, ვისაც სურს ქრისტეს გვერდზე მყოფობა, ის უნდა იყოს მზად იმისათვის, რომ უყვარდეს მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სული წმინდა და თვითონ ქრისტე, მთელი სული გულით და მთელი თავისი არსებით. და მე ამას უფრო ამძლავრებს თავისი ნათქვამის სიტყვით, რომ რომელმაც არ დაუტევოსო, ან მამაო, ან დედაო, ან ძმა, ან და, ან ცოლიო, ან ყველასაყვარებელი ეს ადამიანიო, მისიო აგარაკი, აგარაკში მურისმავა სამყარი და ასე შემდეგ ქონება, იმისათვის რომ შეუმიდგეს მეო, თუ ამის საჭიროება არის, რა თქმა უნდა. მაშინ ეს ჩემთან ვერ დადგება. ანუ სიყვარული უფლისა ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს. იქიდან უნდა იწყებოდეს ყველაფერი. ჩვენ როდესაც დილით ვდგევით და ვიწყებთ ლოცვას, ვადიდებთ ღმერთს, ეს მხოლოდ რიტუალი არ არის. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ მუდმივად გვახსოვს, გვაქვს სიყვარული უფლისა და სიყვარულით ვიწყებთ. სიყვარულით ვარ დავიწყებთ ჩვენ ლოცვის საკითხვა, ხშირად ვამოთხოვთ ჩვენ აღსარებაში, რომ უგულისხმოთ, ვკითხულობთ ლოცვას. აზრები მეფანტება, გონება მეფანტება, რისი ბრალია? ეს არის უსიყვარულობის ბრალი. ღმერთი როცა არ ვიყვარს, მთელი ჩვენი სული, გონებით და არსებით, რა თქმა უნდა, ის ლოცვაც, სადიდებელი ლოცვაც არ იქნება თავისთავად ცხადია, სრულყოფილი. ამიტომ უფალი მოგვიწოდებს ამისკენ, რომ ყველაფერზე მაღლა დავაყენოთ ღმერთს, ყველაფერზე მაღლა დავაყენოთ ქრისტეს. და მისგან გამომდინარე, მოწყალებანი, წყალობანი, როგორც მდინარენი მისი მუცლისგან გამოდიან და ის მოფენს სწორედ ადამიანებს წყალობას და მადლს.
ის აწყობებს სწორედ ადამიანებს. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს მდგომარეობა ქრისტესი, რომ ის არის ყოვლისა მპყრობელი, ის არის ყოვლისა შემოქმედი, ის არის ძეღთისა, რომელსაც ჩვენს უნდა ეს ყოველდღიურად ვახსენებდით და სიყვარულით ვახსენებდით. რა თქმა უნდა, წინ ამას ყველაფერს უნდა უწოდეს აღსარება, ეკლესიური ცხოვრება და სწორედ ამის შესახებ ამბობს უყალი. აღიღეთ ჯვარი და შეუმიდეთ მე. თქვენ ჯვარი აიღეთ. ჯვარი თქვენ იცით რომ არის იარაღი, რომელზეც იესო ქრისტე იქნა გაგროვებული. და იმ პერიოდში შეგნებულად სპეციალურად ჯვარს სიკვდილ მისჯილ ადამიანებს თვითონვე ატარებდნენ, ეს იქნებოდა ძალიან დიდი სირცხვილი. ძალიან დიდი სირცხვილი იყო, როცა ჯვარი მიქონდა იმ ადამიანს, ვინც უნდა ჯვარცმული ყოფილიყო, მაგრამ უფალმა ჯვარი იტვირთა. სირცხვილი იტვირთა ჩვენი გულისათვის, ხო? აი ჩვენ ხშირად აღსარების დროს ცხენია მონანიება ჩვენი ცოდვებისა. ვერ ვამბობთ ამ აღსარებაში. და გონია რომ რახან ჩვენ ამას დავყარავთ, არ ვიტყვით მოძღვარს კარგი შთაბეჭდილება შეექმნება ჩვენს. არ არის ესას. მოძღვარს კარგი შთაბეჭდილება რჩება მაშინ, ყოველ და ყოველ მაშინ, როცა ხედავს რომ ადამიანი გულწრფელად ინანიებს თავის ცოდვებს, არაფერს არ იტოვებს. ასეთ ადამიანს მიეტევება. ანუ ის სირცხვილი უნდა დავიტიოთ ჩვენ, ჩავიდინეთ ცოდვა, არ მოვიქეცით სწორა. მაშინ უნდა ვიპოვოთ ჩვენ თავში იმის ძალა, რომ ეს სირცხვილი დავითმინოთ. ანუ ის ჯვარი უნდა ვითვირთოთ ჩვენ, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის ჩვენი ცოდვების გამო. ამიტომ უფალი მოგვიწოდებს აღიღეთ ჯვარი და შეუვიდეთ მე. ანუ დაიწყე ეკლესიური ცხოვრება. შეინანე სინანული გამოხატე. ეს სირცხვილი, რომელიც შენ თითქოს და გაქვს იმის შენი ჩადენილი ცოდვის გამო, დაიტიე და აღიარე, უცვლად თქვი. აი მაშინ სწორედ თუ ასე შეძლებ, მაშინ იქნები ქრისტეს. პეტრე მოციქული ეუბნება შემდგომ ყველაფერი ჩვენ ესო გავაკეთებთ და რა არისო ჩვენთვის რა იქნებაო ჩვენ ხო მივატოვეთო სახლიო კარიო ყველაფერიო დაგიდექით ვერძეო და დავყვევითო ხო აქ ზევითქვევითო ჩვენთვის აღარ არსებობს აღარ ზედა აღარც მამ აღარაფერი არსებობს ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ხარ შენ ქრისტე და რას პასუხობს ქრისტე ეუბნება რომ თქვენ დაждდებით 12 მათონთა ისრაელისათვის ანუ ეს სიტყვა იმას კი არნიშნავს რომ ბატონები გახდებიან და მათ ესე იგი მოემსახურებიან არამედ განსჯადო ან განსჯა რაც ნიშნავს განსჯა ნიშნავს იმას რომ უნდა განიკითხოს ყველა ადამიანი ჩვენ ვიცით მეორე მუსლის ჟამს და ყველას უნდა თავისი მიეგოს ყველას ცოდვების მიხედვით თუ სიკეთის მიხედვით და აი ამის განსჯის უფლება მიეცემა სწორედ მოციქულებს რომლებმა პირველმა დატოვეს ოჯახები და შეუდგნენ ქრისტეს აღიღეს ის ჯვარი და შეუდგნენ ქრისტეს და ჩვენთვის საგულისხმო არის ის, რომ ჩვენს ეკლესიური ცხოვრებით უნდა ვადიდოთ ქრისტე და ქრისტეს სიყვარულით უნდა ყველაფერზე მაღლა დავაყენოთ ქრისტე და შემდგომ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, არ ვიკრძალავს უფალი და პირიქით გვეუბნება და ჟურში წერია, რომ უნდა გიყვარდეს მამა შენი და დედა შენი, უნდა გიყვარდეს ცოლი შენი, ეს ყველაფერი სახარებაში წერია, მაგრამ ყველაფერი უნდა იწყებოდეს ღმერთისგან, მისი სიყვარულისგან, გამომდინარეობდეს ყოველივე. როგორც წყარო მოდის მთიდან და ის მერე ასაზრდოებს დიდ მდინარეს, ასე უნდა იყოს ჩვენთვის რწმენა ქრისტეს და სარწმუნოება. უნდა ეს ანკარა წყარო, წმინდა, სუფთა წყარო უნდა მოდიოდეს ჩვენში, შემოდიოდეს და ამისთვის ადგილი უნდა იყოს, რომ შემდგომ ჩვენ სიყვარული გამოგვაქვს. მერტო ყველანი დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ხვალიდან იწყება პეტრე პავლოვის მარხვა. ეს ამაღამ სწორედ 12 საათის მერე უკვე მარხვა იწყება. პეტრე პავლოვის მარხვა არის გრძელდება 12 ივლისამდე, თითქმის 1 თვე არის დაახლოებით. მარხვის პერიოდში ჩვენ გვექნება რა თქმა უნდა აღსარებები და ამის შესახებ გამოგროვებიან დაფაზე და ნახეთ ეს რომელ დღეებში და თქვენი შესასრულო დღეს მოგზანდებით და ოთხშაბათი პარასკევის გარდა პეტრე პავლოვის მარხვა თევზით ხსნილია. მეორენაირად ამ მარხვას მეთევზურთა მარხვას უწოდებენ, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ პეტრე მოციქული მეთევზური იყო და მისი ძმებიც მეთევზეები იყვნენ და ამიტომ მათ პატივსაცემად პარასკევის გარდა ხსნილი არის თევზით.
ჩვენ მე მინდა გთხოვოთ ყველას პირად ლოცვებში მოიხსენიოთ მამა გიორგი, ჩვენი მოძღვარი, სამწუხაროდ მას გაურთულდა ოპერაციული ადგილი, სიცხეები აქვს და გთხოვოთ მოიხსენიოთ პირად ლოცვებში და გთხოვოთ უფალსო გამოაჯანმრთელოს და გამოაკეთოს ღვთის წყალობით. ჩვენ მარხვის პერიოდში გვექნება რა თქმა უნდა პარაკლისები მოშაბათობით და უნდა მოხიდოთ ხოლმე და დაესწროთ ამ პარაკლისებს. ვინც აპირებს სოფელში წასვლას დაუშვათ და ვერ ახერხებთ ამ ბავშვებს უნდა წაიყვანოთ და უშუალოდ არიან ესეთი კატეგორია ადამიანს აგრარზე მიბრძანდებით შეგიძლიათ იქ ახლომდებარე ეკლესიაში ჩააბაროთ აღსარება და მიიღოთ წმინდა ზიარება რომ არ დამყოლდეთ მარხვა შეინახეთ ყველა მარხვაში ვკითხულობთ პეტრე პავლეს დაუჯდომელს გაძლიერებით შეგვიძლია სხვა დაუჯდომლებით წაგვიხოთ იესო ქრისტეს ყოველწლინა ღვთისმშობელის მერტმა გაგახაროთ გაგაძლიეროთ გრავალს დაგასვათ და შეგანახულოთ ყველას ეს